ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთში პირუტყვს მასობრივად ანადგურებენ. ოფიციალური მიზეზი საშიში ინფექციებია, სოფი, პასტერელოზი და კვანძოვანი დერმატიტი. გამოცხადებულია მკაცრი კარანტინი, ზომები კი რადიკალურია. აქ ჩნდება ლოგიკური კითხვები. რატომ ხდება პირდაპირ მასობრივი განადგურება და არა მკურნალობა? რატომ არის ინფორმაცია ასეთი ბუნდოვანი და რამდენად გამართლებულია მსგავსი მასშტაბის გადაწყვეტილება? საერთაშორისო სტანდარტები ეპიდემიის დროს მკაცრ ზომებს ითხოვს, თუმცა როცა დეტალები დაფარულია, ეჭვები ბუნებრივად იბადება. საზოგადოებაში სხვადასხვა ვერსია განიხილება. ზოგი ამას დიდი აგრობიზნესის ინტერესებს უკავშირებს, მცირე ფერმების ჩასანაცვლებლად. ზოგი კი ინფორმაციის ვაკუუმსა და ლაბორატორიული დასკვნების გაუმჯირვალობაზე საუბრობს. არის უფრო მკვეთრი ვერსიებიც, რომ ეს შესაძლოა გლობალური პროცესის ნაწილი იყოს. ამ კითხვებს დღეს ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ აქვს, თუმცა ფაქტია, უნდობლობა დიდია. მაგრამ რა ხდება ჩვენთან? საქართველო მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმპორტზე. ჩვენგან მასობრივად გადის ცოცხალი პირუტყვი, რომელიც სხვა ქვეყნებში იზრდება და სუქდება. სანაცვლოდ კი ჩვენ ისე უცხოეთიდან შემოსულ გატინგულ ხორცს ვიღებთ. ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს. აუცილებელია შეწყდეს ჩვენი ჯიშების მასობრივი გადინება და აქვე საქართველოში განვითარდეს ფერმები, სადაც ჩვენსავე პირუტყვს გავზრდით. ეს შეამცირებს დეფიციტს, დაგვაზღვევს იმპორტზე დამოკიდებულებისგან და რაც მთავარია, ადგილობრივი პროდუქტი მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდება. რეგიონში მიმდინარე მოვლენები ჩვენთვის სერიოზული სიგნალია. დროა მეტი ყურადღება მივაქციოთ საკუთარ წარმოებას და ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული გარე ფაქტორებზე. რადგან ძლიერი ადგილობრივი ფერმერი ნიშნავს ძლიერ ქვეყანას.